ნათობაძე 10 წლის შემდეგ დღეს პირველად დაარღვია დუმილი და პირველად გახადა საჯარო საქმის დეტალები. საუბარი 2016 წლის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე, რა საქმეზეც არის სწორედ ბრალდებული ბადურ ნათობაძე. ის 19 წლიანი სასჯელით ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ნათობაძემ დღეს სასამართლო პროცესზე ფარცხალაძის ჩართულობაზე ისაუბრა მის საქმეში და ყოფილი გენერალური პროკურორი დაადანაშაულა მოფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 2016 წელს, როდესაც ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, ნათობაძე ამტკიცებს, რომ მან მოახდინა გავლენა სწორედ სოსო ჯოხაძის საქმეზე. ზეწოლა მოწმეებზე და ასევე მართლმსაჯულებაზე მისი გავლენით მოხდა სწორედ სასამართლოზე, რომ მას მიუსაჯეს ყველაზე მძიმე 19 წლიანი სასჯელი. ფარცხალაძის ინტერესი იყო, როგორც ნათობაძე ამტკიცებს, ჯოხაძეების და მიქაძეების მფარველობა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყვნენ სწორედ მისი დაჯგუფების წევრები და მისი პირადი შურისძიება იყო სწორედ ნათობაძეზე, რომ ის მრავალი წლით გაეშვათ ციხეში. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ცოტა ხნისგან გააკეთა განცხადება, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბანდის მეთაური არის ფარცხალაძე. ჩემს საქმეში მე რაზეც მაქვს მიჩი 19 წელი. ეს ყველა ფიგურანტები ჩემი საქმის. დღეს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავთ, რომ არიან ამ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ლიდერის გადასწორებულად მეთაურს ფარცხალაძე. ზუსტად ჩემი საქმის ყველა ფიგურანტი არის მაგასთან დაკავშირებული. მოწმეების ზეწოლა, მაშინდელი გამოძიებაში ფენებების შეცვლა, საგამოძიებო თვითონ იმ მომენტში სამართლებრივი დაიწყებოდა და ამას არაფერი დაფარული არ არის. ეს ყველა მის ეხლა რომ სოსო ჯოხაძე მაგისმა განაჩენი ჩემ საქმეში კიდევ ვინც არიან ნიშნიანიზე და განაჩენი როგორი სენეხის ქვეშ იყო მთელი ეს საქმე, რადგან ფარცხალაძე არის დადასტურებული ხوارვისა პროკურატურა იყო. ჩვენ ასაც ვიძახოთ, ის მაშინ არავის არისო. ეხლა ყველა გაიგო. მაგით რადგან არის ერთი ამ ორგანიზებული რაღაცა ჯგუფის ლიდერი, მე რასაც 19 წელი მინდა რომ დაიცვას გამოძიება და დარწმუნებული ვარ და ყველა ამას ნახავს, რომ მე რამდენიმე თვეში გარემო. პროკურორი იყო გენერალური. მე მაგ 2016 წელს გეუბნები. მოყვებოდა მანამდე კიდევ ორი რაღაცა მოხდა. ჩაიხა გამოდიან 2025-ში და ჩემი საქმე არ უნდა დრო დაიწყო. ჩვენ არაფერს არ ვიცავთ, შუმერთა და პროკურატურა გამოვიდა და თვითონ წავუყურდა. იმდენად რაღაცების აშკარავდა. გამოიყენა თუ არა ბოროტად თანამდებობა 2016 წელს რუსეთში გაქცეულმა ყოფილმა გენპროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას, მფარველობდა თუ არა ასევე ის კრიმინალურ დაჯგუფებას თბილისში. ამ კითხვებს პასუხი ახლა საგამოძიებო უწყება უნდა გასცეს. პროკურატურას ვადა ნათობაძემ 6 თებერვალამდე მისცა, სწორედ 6 თებერვალს არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლოს ხდომა, რაზეც ბრალდებულია ნათობაძე კიდევ 5 პირთან ერთად მას ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ამ პარალელურად 6 თებერვალამდე ადვოკატები ნათობაძის ამზადებენ შუამდგომლობას სარჩელს მეორე ინსტანციისთვის, სადაც ითხოვენ სოსო ჯოხაძის საქმის გადახედვას და ნათობაძისთვის წლების შემცირებას. მას ოთარ ფარცხალაძეს წარდგენილი აქვს ბრალდება, რომ იგი არის დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რომლემაც მოახდინეს ადამიანის მკვლელობის ორგანიზება და ამ ჯგუფის წევრები არიან ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე. ამ ჯგუფის წევრი იყო, რა თქმა უნდა, სოსო ჯოხაძეც და შეგახსენებთ, რომ სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის გაასამართლეს სწორედ ბადუკა ნათობაძე 2016-17 წლებში. იმ პერიოდში ოთარ ფარცხალაძე სერიოზული გავლენებით სარგებლობდა და მან თავისი მეგობრის მკვლელობა არ შეარჩინა ბადუკა ნათობაძეს, საკუთარი გავლენებით მოწმეებზე, სხვადასხვა ინსტიტუტებზე, ზემოქმედებით, მუხარებით მოახდინა, ასე ვთქვათ, ზეგავლენა ამ საქმეზე და ბადუკა ნათობაძე ნაცვლად 108 მუხლისა გაასამართლეს 119 მუხლით. ჩვენ ვამზადებთ სააპელაციო საჩივარს და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მოვითხოვთ ამ საქმის გადახედვას.
დიახ, ბადუკა ნათობაძეს და კიდევ 5 პირს საბრალდებო უწყებამ ახალი ბრალი 26 ნოემბერს წარუდგინა, მათ ედავება გამოძიება ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროს დაკვეთის შესრულებას. აქ საუბარია ბრალდებული სტატუსით მე-6 დაწესებულებაში მყოფი გიორგი მიქაძისთვის ეგრეთ წოდებული ჩუმოკის მოწყობას, თუმცა ამ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება არც ერთი ბრალდებული, მათ შორის ნათობაძე. დღეს სასამართლო პროცესზე ბადუკა ნათობაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ფსიქოლოგიური ტერორი დიახ მან მოუწყო მიქაძეს, თუმცა ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ ძმები ჯოხაძეები და ძმები მიქაძეები მისი პირადი მტრები არიან.